კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ რადიო იმედის პლატფორმებზე, ასევე ტელეიმედის პლატფორმებზე და გვიყურებთ კიდეც. 14 ივლისს დიდი ვაჟას დაბადების დღეა. წელს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წელი სრულდება. ჩვენი სტუმარი გახლავთ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი და ვისაუბრებთ ვაჟაზე, განსაკუთრებულ ვაჟაობაზე, ასე ვთქვათ. ეჭვი მაქვს რომ ასეც იქნება. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. განსაკუთრებულ თარიღს ვუახლოვდებით. და მე ეჭვი მაქვს რომ უკვე ხვდებით როგორი საინტერესო, მრავალფეროვანი, მრავალმხრივი იქნება წლევანდელი ღონისძიება. მოდი გითხარი, რას უპირებ მომწრე საზოგადოება, შენ სტუმრებს, ადამიანებს, რომლებიც ადგილზეც ჩამოვლენ და სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩნდებიან ამ დღესასწაულზე. მოგესალმებით. ჯერ მინდა ის აღნიშნო, რომ ეს არის სახალხო ხალხის დღესასწაული და საერთოდ არ უყურებენ სოფლები, ქალაქები, ადამიანები, არავის მირას დანიშნავს, როდის რას გააკეთებს. თვით დინებით მიდის და ყველაზე სასიამოვნო და სასიხარულო არის, რომ დაიწყება ვაჟაობის სეზონი საქართველოში, რომ იწყება ჩარგლიდან მიყვება მე კახეთის სოფლები, აი ულამაზეს ღონისძიებებს აკეთებენ იქ ლაფანყური იქ საგარეჯოს რაიონში, ქვემოქედშია და აი თვითონ ხალხი თვითდინებით აკეთებს და ეს არის ნამდვილი დღესასწაული. თუ ჩვენ ამას ადამიანები რომელსაც რაღაც გვინდა ცოტა შევალამაზოთ ჩვენი დავეხმაროთ, ჩავერთვებით, ეს არის შეერთება იმ დიდ დღესასწაულთან, რაც ქვია, აი ადამიანის სულში, რასაც თავის ვაჟა-ფშაველა და თავისი ადამიანობის დღესასწაულს აღნიშნავს, მე ასე მგონია. თავად იცით რომ ცოტა სადაო თარიღია ეს, ბევრი ლიტერატურული მკვლევარი არა ამ დროს იყო, არა იმ დროს იყო და ყოველთვის ვეყრდნობი ხოლმე ჩემი დიდი პაპის ვერსიას, რომელმაც იყო ჩარგლის ის საეკლესიო დავთარში იცით ალბათ მოძღვარი იყო და თავად ჩაწერა, რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთი ასეთიც რომ პავლე რაზიკაშვილმა მოგეხსენებათ ეს იყო, აი ჩემთვის პირველია რაზიკაშვილებში ვაჟა-ფშაველა, სხვა რაღაცა, მაგრამ აი პირველი ნომერ პირველი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა რომ ყველაფერი უნდა გააკეთებინა, ეშრომა, ებრძოლა, ეცხოვრა მის საშუალებისთვის განათლება მიეცა და მაშინ ეს იყო პრაქტიკულად გმირობა. ვაჟა-ფშაველას წაყვანა უნდა და თელავის სასწავლებელში და მაშინ თელავის სასწავლებელში წაყვანა ნიშნავდა 2 დღე მარტო გზაში უნდა იყო. თელავამდე მე უკან და ის რომ თვეების განმავლობაში შენი შვილის რა სჭამს, რა სვავს, როგორ არის ბედი იცოდე, ამაზე ხო ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია, შეიძლება ზამთრები ისე გადაიტანო 6 თვე, 8 თვე ისე გავიდეს რომ ვერ მოახერხო ჩასვლა. და როდესაც მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ეს ბავშვი გაეშვა და თელავის სასწავლებელში ბავშვებს არ იღებდნენ 10 წლამდე. 9 წლის უნდა ყოფილიყო და მოკლედ მან ცოტა გაუზარდა. ასეთი ვერსია არსებობს გაიზარდა. მოკლედ თავარი არის ჩვენთვის რომ დაიბადა ეს ადამიანი, ჩვენ სგულებში ყოველი მისი სახელის ხსენება ხელახლა ბადებს რაღაც სიკეთეს, ღიმილს, სიხარულს, ადამიანობასთან მიახლოებას და ადამიანები აღნიშნავთ იმას, რომ რაღაცა ჩვენში დაბადებული სიკეთეა ამ სახელთან, მის ლექსთან, მის შემოქმედებასთან დაკავშირებით, დაფიქრება სამყაროზე, დაფიქრება, რა ვიცი, სიკეთეს და ბოროტებაზე რომ მხარეს უნდა იდგე. ეხა დღევანდელ სამყაროში ალბათ ადრეც ასე იყო, იმიტომ რომ გადახედო ტექსტებს, მაშინდელი გარშემო მსოფლიოსი და მოძრაობებს, მოქმედებებს, პოლიტიკური ძალების და ვაჟა-ფშაველა რა დროს რას თქმიდა თავის ნაწარმოებებს, ასე იყო. ადამიანები ძირითადად ვართ რომ მობილიზებული დილიდან საღამომდე იმაზე ვფიქრობთ რა დავუშავოთ მეორე ადამიანს. ან სიტყვით, ან საქმით და საღამოს მერე უწევით ალბათ ესე იგი ვალმოხტილები რომ ვიღაცას რაღაც მაინც დავუშავეთ. აი ამ სამყაროში ეს კაცი გამოდის და გეუბნება რომ ადამიანს კი არა, აი ბალახს რო აბიჯებს ფეხს, ისიც გიყვირის იქიდან და ისიც გეძახის იქიდან, რაღაცას ისიც გეუბნება და ამ დროს გასრესაც დააპირებ, მოდი დაფიქრდი რა. ამის იმ ბალახის და ესეთის ზეცის კავშირზე რომ იქ მიწიდან ზეცამდე სუდატვირთულია, სულ ვიღაცეები არსებობენ. არ არის სიცარიელო რომ შენ იფრინო მარტო. შენთან ერთად სხვები ცხოვრობენ, თანაცხოვრობა, ჰარმონია უნდა იცოდე. იქნება ადამიანება ერთმანეთთან თანაცხოვრების ის ჰარმონია ვიცავლოთ და ალბათ მერე სხვასთან. აი ეს დღესასწაულია ხალხის. ლელა, ვინ ჩვენ გიცნობს, იცის რომ თუ ვთქვათ ეს დღესასწაული ასეთი პომპეზურია, ასეთი საინტერესოა, აი ამ შენი დაუდგრომლობის და ქოთქოთის ბრალიც უნდა იყოს ალბათ. მოდი მითხარი, რა ხდება თავად ჩარგალში, რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიდის, თუ არის გარკვეული ვთქვათ სცენარი უკვე სტუმრებს რით შეხვდები, როგორ შეხვდები, იმიტომ რომ ვიცი რომ წელს რაღაც პროცესი არის ისეთი, რომელიც მართვას და ზედამხედველობასაც საჭიროებს და როგორი იქნება სამშაბათი დღე?
ჩვენ წავედით წელს ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით არა მასშტაბის უფრო, არამედ შინაარსის მიმართულებით და ვაჟაც ეს არის თავად. მასშტაბის იმიტომ რომ ისიც ალბათ სტიქიებმა, გადაუღებელ წვიმებმა ეს მდინარე ძველი 50 წლის წინანდელი ჩაყრილ დამბებს, აი გამოუთხარა ძირი და იყო საშიშროება რომ საერთოდ ის ფერდობი, პატარა ფერდობი, რომელზეც ვაჟას სახლია შემოსკუპებული, ქოხია შემოსკუპებული, იქ რაღაც ბზარი გაჩნდა და წამოიღო. მოკეთ დაიწყო აი უსაშველო, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მასშტაბური რეაბილიტაცია. მთლიანად მთელი სოფელი ხელახალ სახეს იძენს, იმიტომ რომ იქ ერთ ადგილზე ვერ ჩაყრი დამბას ისე რომ დაუშვათ მეორე ადგილის იმედად იყო არა. იქ თუ დაიწყებ გაკეთებას, გვერდზე ის პატარა ჭიჭახევა ხალხო, მე კოჭებამდე ვერ მოგხვდება, სადაც ზაფხულში ეძებ ხოლმე ისეთი პატარა მდინარეა და ისეთი ამბავი იცის, ისეთი შეიძლება დაგამხოს მთელი ის ყველას დიდი ჩარგლის თავი რომ არის. თავზე იქედან მოყოლებული სადღაც 2-3 მეტრის სიგანის დამბები კეთება, რომ შეხედავთ, აი გაგეხარდება და გაგიკურდებათ იმ ხელა სამუშაოები მიდის. თან ბოლომდე ისეთ მასშტაბზე კეთდება ეს დიდი სამუშაოები, რომ აი საერთოდ ადამიანმა შეძლოს არა მხოლოდ იქ მივიდეს ვაჟა-ფშაველის სახლ-მუზეუმთან, არამედ გაიშალოს და დაბლა მუზეუმში სცენაზე და წყალმა არ დააზიანოს მისასვლელი გზები და ინფრასტრუქტურა მოედანი ღონისძიებების, ასე ვთქვათ. ამიტომ აი მართლა საოცარის გახსოვთ თქვენ ალბათ ჩარშან ვიყავით კულტურის მინისტრთან ერთად და ჩამოვფინეთ რეაბილიტაციის ეს დიდი ასე ვთქვათ განცხადება და მის შემდეგ არ გაჩერებულა გუგუნი ჩარგალში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის სახელმწიფოს, პირადად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის ეს და კონტროლის ქვეშ მიდის, ძალიან დიდი და ძვირი სამუშაოები მიდის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც წელს ახლა თვეების, კვირების განმავლობაში ელოდა ამ წვიმების გათახებას, არის ისეთი სამუშაო ვერ შეასრულებ, თუ ის რაღაცა ჩალპობილია და ჩამბალია და წყალთან ერთად მოდის. როგორც იქნა ხიდი გამოიცვალა, დაიდო ის ახალი ხიდი. ეხა იქ ის მოაჯირებზე ვჩხარავთ რო ღონისძიებას, მაგრამ სიშქარეც არ ჭირდება. არ შეიძლება ასეთი საქმისთვის. კულტურის სამინისტროს თავისთავად რო აი ამ ხელა გრანდიოზული თემა დაძრა და იქ ვინც ჩავა წელს თავისი დინებით მაინც მივა, უნდა იცოდესო ცოტა ფრთხილად იმოძრაოთ, ხელიც არ შეუშალოთ, ან უსაფრთხოების თემა. ამიტომ ახლა მასშტაბზე ისე რომ ადრე ავტობუსებით ავტობუსთავის ხალხი მიყვავდა, ეს არ არის, მაგრამ თვითონ ვინც მივა, ან გადაღებულს ნახავს, დაინახავს რა დონის ყურადღება, რა ესე იგი ზრუნვა ხელისუფლების და მთავრობის და ესა სახელმწიფოს მხრიდან ამ პატარა ადგილზე რომ ეს იქცეს ღონისძიებების ლოკაციად შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ რაც მეტი ვიზიტორია, რაც მეტ უშუალოდ სიურპრიზ საქართველოს სახეს აი იმ კუთხის ღირსშესანიშნაობებს შეთავაზებ, ვიზიტორი რაოდენობა იზრდება და ეს ჩვენი ღირებულებები კომერციალიზაციას განიცდის თითოეულ ოჯახთან იქ და თითოეულ ოჯახს ეძლევა საშუალება რომ რაღაცით დაკავდეს თავისი აგროეკონომიკა, ასე ვთქვათ, გააძლიეროს თავისი ოჯახი გააძლიეროს და ერთ-ერთი მხარე ამის არის ის, რომ იქაური ოჯახები გაძლიერდეს და ძალიან აი ამ ღირებულებით და კულტურის მხარეს გარდა ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი საკითხი და ამას ელოდება მთელი და აი ხარ ძირითადად ღონისძიებებზე. რამდენიმე წლის წინ მე ჩვენ ესეთი ფონდის ინიციატივით გადავწყვიტე რომ ძალიან კარგი იქნებოდა სულ საყუდურობდნენ რომ აი დიდი ღონისძიებები იყო და იქ ლექსიის იმღერას ერთი და იგივეა იქ მერე მწვადი ხინკალი ამას ვერ დაუშვი ვერავის კაცო დღესასწაულის ტრაპეზი ღვთისგანბოძებული დღესასწაული და შემდეგ ტრაპეზი და ესეც არის ახლა უბრალოდ ყველა ადამიანი თავის თავს ვავლენთ როგორი ვართ ამ ტრაპეზში ხო ესეც არ არის გასაკვირი და ითხოვდნენ ხოლმე და იყო საყუდურები უფრო მეტად რაღაც შინაარსობრივად დატვირთვით და ესეთი რაღაც გადავწყვიტეთ ტრადიცია დავამკვიდრეთ რომ ყოველ ვაჟაობაზე რომელიმე თეატრმა რეგიონის თბილისის თუ ვაჟა სცენაზე განასახიერა და დადგა სცენაზე, ვისაც აქვს რეპერტუარში, იმან აუცილებლად წამოიღოს და დადგას ვაჟას მიუძღვნოს და გაშალოს ვაჟას ქოხის წინ. იმდენად კარგი გამოხმაურება, იმდენად კარგი გამოვიდა ავთენტურ გარემოში მსახიობებისთვის, მაყურებლებისთვის. ჩვენ მქონდა ასეთი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, ახმეტელის თეატრი, ახმეტელის თეატრმა გახსნა სხვათა შორის სტუმარ მასპინძლის სეზონი ამ ღონისძიებების და ამ ტრადიციის შემდეგ ახალციხის თეატრი, რუსთავის თეატრი და მე ძალიან გული დამსწარ რამდენიმე წელი ჩამივარდა, იმიტომ რომ არ იყო ვერ მოვძებნე რეპერტუარში და წელს ისეთი ვერნიერი წელი მაქვს ამ მხრივ, რომ 3 სპექტაკლი რაც მე ვიცი, შეიძლება სხვაც არის და ქეთს ვიხრი იმ ადამიანის წინაშე და ამეჯახა ერთად. ერთი დასათვალიერებლად სანახავად წავედი ზესტაფონში არაჩვეულებრივი თეატრი, სპექტაკლი დადგეს სტუმარ მასპინძელი. აი დიდი მადლობა აქედან ყველა მის შემქმნელს, ვატო ჯუღელს
მაგრამ იმდენად სპეციფექტებით იყო სცენაზე ის და დეკორაციებით, რომ ძალიან დამენანა ის რომ წამეღო და ის მომეკლო ის ბედნიერება, რაც იქ სცენაზე ადამიანებმა უნდა ნახო და მოუწოდე ყველას რომ ვინც შორს არის ჩავიდეს და ნახოს, ვინც ახლოს არის აუცილებლად მივიდეს და ნახოს. სენაკის თეატრს ძალიან დიდი მადლობა სუხთი, მეუბნებიან რომ ძალიან კარგია, უბრალოდ არ მინახავს. და თელავის თეატრმა რაც ჩამოთვალე ყველა ყავდა სტუმარმას მინძენდა. წელს პირველად თელავის თეატრი დადგა მე არ ვიცოდი და ძალიან გახარებული არ მინახავს და მეც ველოდები ვნახო ალუდა. და ნანიკო ხუსკივაძის სპექტაკლია ეს, მოკლედ ძალიან დიდი ენთუზიაზმით მუშაობს, მთელი დასი ელოდებიან წამოსვლას და მეც თქვენს ალუდა ამოვა ჩარგალში? ალუდა მოდის ჩარგალში წელს მიულოცავს ვაჟაობას, მაგრამ სანამ ალუდა ამოვა, აი მე სურვილი მაქვს ადამიანები ერთი წუთის ვართ, ვიქნებით, არ ვიქნებით, მე მგონია რომ ძალიან კარგი ტრადიციაა ხელშეწყობის და სტიმულირების მიმართულებით, რომ სტიმული მივცეთ რეგიონის თეატრებს, რომ იმუშაონ ამ თემაზე, თბილისის თეატრებს და იქაც ძალიან კარგი სანახაობა გამოდის. და ეს რეაბილიტაციის პროცესი როდის დასრულდება საბოლოოდ? წელს არ ვიცი, აი ეს დიდი სამუშაოები ახლა ცოტა წვიმებმა მას აქნა შეუშალა ხელი, ალბათ წლის ბოლომდე მთლიანად უნდა დასრულდეს, ძირითადები ალბათ სექტემბრამდე დასრულდება, როდესაც ინფრასტრუქტურული გარშემო რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება, შემდეგ იწყება შიგნი უკვე მუზეუმის ძალიან აღჭურვა, თანამედროვე, აი ვიცი, ყველა დონეზე რაც შეიძლება იყოს, პირველი ხარისხის მუზეუმი, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტია, გამოყოფილი აქვს პროექტია, ყველაფერი აბსოლუტურად გინდება და შესრულდება ეს. მოკლედ წელს ალუდა გვაქვს, ალუდასთან ერთად გვაქვს ჩვეულებრივი რიტუალური, იქაური, ადგილობრივი ღონისძიება, რიტუალური ქადის გაჭრა და აი ეს ზუსტად ის როგორც ველად დღესასწაულებს აღნიშნავდნენ თაში, ამავ დროს ლაშარობა არის და აი ამასაც მიუძვნით იმ რიტუალურს, ფერხისა შესრულდება, სანათებებო გარმონს იქ აგვიჟღერებს. ამასთან ერთად ჩვენი იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, ლევან გიალი ბეგაშვილის და მამუკა ჭანტურაიას ერთობლივი ნამუშევარი ვაჟას თემაზე იაპონელი და ვაჟას ალუდა კეთილაურის ავტორის და ალუდა კეთილაურის შედარებითი ორი კულტურის, ორი მენტალობის შეხვედრა აქვს ამ წიგნში, ძალიან საინტერესო წიგნი გამოსცა უნივერსიტეტმა და ამოვლენ ავტორები და ესეც პრეზენტაცია გვექნება. პატარა და შემდეგ გადავალ თეატრს და შემდეგ ალბათ ლაშარობიდან ნუკრი თავისი ხრიდოლით შემოგვიერთება დროშებით და მთელი იმ რიტუალით, რასაც ელოდება. მთელი დღის განმავლობაშია ეს ღონისძიება. და საღამოს კიდევ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გიორგი სიხარულიძე აკეთებს წარმოდგენას პანთეონში. სადაც ალბათ საათებით გამოქვეყნდება და ექნება ადამიანებს თაწმინდაზე შესაძლებლობა რომ აქ დატკბეს ვაჟას თავმოავლები, უბრალოდ ვაჟას თაყვანისმცემლები და ვაჟას თავმოავლები ყველა, აბსოლუტურად თაყვანისმცემლები, ვაჟათი და ვაჟას აიცი შელამაზებული ესეთი რა ქვია იმპროვიზაცია ღონისძიება. ყველა დარწა მოხდა ყველას ჩვენი ვაჟა ყავს და ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანები მოდიან არა სტუმრად რაღაცნაირად თითქოს მასპინძლად გრძნობენ თავს ისეთი გარემოა და შენ მადლობა რომ ყოველთვის გაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაღაცნაირად ცდილობ რომ ეს სახალხო ზეიმი მთელი თავისი ატრიბუტიკით და ჩვენ ხვდებით რომ თანამედროვე ეპოქაში ეს მხოლოდ ერთი ლექსი ან მოთხრობა არ შეიძლება იყოს ხო ყველაფერი გჭირდება თითქოს გაიზარდა ჩვენი თვალსაჩინო და თამდევია წლიდან წლამდე ამ პროცესის წარმატებები მინდა გისურვო დარწმუნებული ვარ რომ ვაჟაობა წელსაც განსაკუთრებული იქნება და არ დაგეზაროთ შემოძვიფასებო და აუცილებლად მიიღეთ მასში მონაწილეობა. ლელა რაზიკაშვილი საუბრობდა ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ეთერში. მადლობა კიდევ ერთხელ დათმობილი დროისთვის.